ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში 16 კილოგრამ ჰაერს მოიხმარს. ის ადამიანის უმთავრესი სასიცოცხლო რესურსია. დღეს მსოფლიოში ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება სისტემურად, უწყვეტი მეთოდით ხდება. საქართველოში კი ხელსაწყო, რომელიც ჰაერის ხარისხის მონიტორინგს სისტემურად განახორციელებს, გარემოს დაცვის სამინისტროს არ აქვს. საქართველოში ჰაერის ხარისხის განსაზღვრა 70-იანი წლებიდან სპეციალურ ჯიხურებში დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხდებოდა. იმ პერიოდში 11 ქალაქში 33 ჯიხური 12 დამაბინძურებელ ნივთიერებას საზღვრავდა. 1993 წლიდან ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება შეწყდა. 2006 წელს კი მხოლოდ 4 ჯიხური აღდგა. თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში, სადაც საერთო ჯამში დღეს მხოლოდ 8 დამაბინძურებელი ნივთიერება იზომება. ისიც ისევ ძველი საბჭოთა მეთოდით. ამ საბჭოთა მეთოდით სარგებლობისას კი ყოველ 100,000 მოსახლეზე ერთი სადამკვირვებლო ჯიხური მაინც უნდა არსებობდეს. ანუ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის განსასაზღვრად საქართველოში დაახლოებით 45 ჯიხური უნდა იდგეს, მაგრამ დღესულ 7 ჯიხური ფუნქციონირებს. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. თამნანა სურაშვილი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ქიმიკოსია. ის სამუშაო დღეებში სინჯებს დღეში 3 ჯერ კვინიტაძის ქუჩაზე განთავსებულ ამ ჯიხურში იღებს. ცნობილი არის, რომ პასიური მოძრაობის დროს არის ზუსტად 12 გამონაბოლქვი CO2 და არავითარ საიშქარად რომ მოძრაობს მანქანა, ამ დროს არა. დამუხრუჭების და აი თავიდან წასვლის შემთხვევაში არის უფრო მეტი გამონაბოლქვი. აღებული სინჯები სააგენტოს ლაბორატორიაში მიდის, სადაც მისი ქიმიური დამუშავება და კონცენტრაციის განსაზღვრა ხდება. გარემოს დაცვის სამინისტროს 2010 წლის მოხსენებით, იმ 4 ქალაქში, სადაც დაკვირვება მიმდინარეობდა, თითქმის ყველა ნივთიერება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებს. შემოწმებული 8 კომპონენტიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მტვერი. მტვერი ჰაერში საწვავისთვის შედეგად ძირითადად ავტოტრანსპორტიდან და ცემენტის ქარხნებიდან ხდება. მტვერი სხვადასხვა ზომის ნაწილაკებისგან შედგება. რაც უფრო მცირეა მყარი ნაწილაკის ზომა, მით უფრო ღრმად აღწევს იგი ადამიანის ორგანიზმში და შესაბამისად უფრო მავნია. დიაგრამაზე ევროპული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია მითითებული არ არის, რადგან ევროპაში მტვრის ცალკეულ ფრაქციებს ადგენენ, რაც საქართველოში ჯერ ისევ მიუღწეველია. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია საქართველოში. 2009 წელს მტვერი თბილისში, ზესტაფონსა და ბათუმში ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს 3 ჯერ, ქუთაისში 6 ჯერ. ორგანიზმისთვის ეს მაინც ძალიან დამანგრეველია, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე მოქმედებენ, უშუალოდ სისხლში შეიჭრებიან, რაც როგორც გითხარით, გამოიხატება სიცოცხლის უნარიანობის შემცირებით და ასე შემდეგ, აი ამ მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებებით. შემდეგი ნივთიერება ნახშირჟანგი არასრული წვის პროდუქტია. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ანგარიშში მხოლოდ თბილისის მონაცემებია შესული, რადგან დანარჩენ 3 ქალაქში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტია, საერთოდ არ ხდება. თბილისში ნორმას აჭარბებს 1,5 მისი დაბალი კონცენტრაციებიც კი საშიშია, რადგან იგი ხანგრძლივი მოქმედების დროს დაბალი კონცენტრაციებითაც კი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. 5 ივნის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ მწვანე ავტოკლუბმა ქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვი შეამოწმა. შემოწმებული ავტომობილებიდან არც ერთი ნორმაში არ ჩნდებოდა. 20%-ით იყო მეტი CO-ს ანუ CO გამონაბოლქვში შემოწმების დროს. ანუ ეს იყო არასრული წვა მიდიოდა და გამოიყოფოდა CO, რაც საშიშია გარემოსთვის სათბურის ეფექტს უწყობს ხელს და იგივე კატალიზატორს რაც ბიდნავს, ასე რომ თქვა, დიდი რაოდენობით CO-ს ემისია. გოგირდის ორჟანგი ატმოსფეროში ხდება გოგირდის შემცველი საწვავისთვისას, ძირითადად დიზელის. ამ შემთხვევაში ევროპული და ქართული ნორმა ერთმანეთს არ ემთხვევა. 4-ვე ქალაქში ორჯერ აჭარბებს ევროპაში დასაშვებ ნორმას. საქართველოში ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას კი მხოლოდ ქუთაისში აჭარბებს. ცნობილია, რომ აი ამ ატმოსფერული ჰაერის გაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედების რეგიონებში გახანგრძლივებულია მაგალითად გრიპოზული დაავადებები. იმუნური სისტემა დაქვეითებული აქვს ადამიანებს, ხანგრძლივად მიმდინარეობს და ატიპიურად მიმდინარეობს ტუბერკულოზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 350 მგ/კგ. ევროპაში კი დაშვებულია მხოლოდ 10 მგ/კგ. ანუ საქართველოში დაშვებული ნორმა 35 ჯერ აღემატება ევროპულს.
შემდეგი ნივთიერება, რაც ჰაერში იზომება, აზოტის ჟანგეულებია. ის წარმოიქმნება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. აქ ევროპული და ქართული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ერთმანეთს ემთხვევა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში საშუალოდ ნორმას 2.5-ჯერ აჭარბებს. იგი მაღალი კონცენტრაციებით იწვევს წვის შეგრძნებებს, ლორწოვანის, თვალების, ცხვირ ხახის და თუ ეს პროცესები ან მოქმედება აზოტის დიოქსიდის ხანგრძლივია, თუნდაც მცირე კონცენტრაციებით, მას შეუძლია გამოიწვიოს ძალიან ბევრი დაავადებების გამწვავებაც და თვითონ გახდეს ინტოქსიკაციის მიზეზი. სააგენტოს დაკვირვების მეთოდს უწუნებს და მათ შედეგებს არენდობა არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გარემოს დაცვის ექსპერტი ლიკა თოდუა. მეორე რომ ზომავენ, რა თქმა უნდა, არა ისე როგორც დღეს ცივილიზებულ სამყაროში იზომება, ანუ ეს არ არის უწყვეტი გაზომვები, ეს არის მარტო სამუშაო დღეებში, მარტო სამუშაო საათებში დღეში 3-ჯერ გაზომვა. ნორმაში, რაც ფუნქციონალური ძალაში იყო და დღეს საქართველოში რაც ძალაში, იქ წერია ესე, რომ არა უშავს თუ გადაჭარბება არის ცოტა. აბსოლუტურად განსხვავდება ევროპულ მიდგომასთან, სადაც აი თუ მიუახლოვდა ზღვრულად დასაშვებს, ეს უკვე ითვლება, რომ ძალიან ცუდია. ამ მეთოდის მთავარი ნაკლი სწორედ ის არის, რომ წერტილოვანი გაზომვებით მხოლოდ ერთი უბნის ჰაერის ხარისხის განსაზღვრა ხდება, რასაც გარემოს დაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. ეს არის წერტილოვანი გაზომვები პრინციპში, რომელიც კიდევ ერთხელ გავმეორდები, არ მოგცემს ზოგად სურათს თუ რა მდგომარეობაა ქალაქში, თუნდაც ერთ უბანში ამის თქმაც კი შეუძლებელია ამ ტიპის გაზომვებით. ეხლა სწორედ მიდის მოლაპარაკებები ჰოლანდიის მთავრობასთან, რომ დაგვეხმარონ ამ კუთხით. იწერება პროექტი, რომლის მიხედვითაც დაიდგმება ერთი ავტომატური თანამედროვე გამზომი სადგური, რომელიც ავტომატურად გაზომავს ძირითად დამაბინძურებლებს ჰაერში. მივიღეთ 0.17 მიკროგრამი. ის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები კი, რომლითაც ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჯგუფი ხელმძღვანელობს, საბჭოთა დროინდელია. ატმოსფერული ჰაერის შესახებ კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი ზღვრულად დასაშვებ ნორმებს შეიმუშავებს და ამტკიცებს ჯანდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ჩვენ ორივე სამინისტროს კითხვით მივმართეთ, თუ რატომ იყენებენ ისევ საბჭოთა ნორმებს და რატომ არ ხდება მათი ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაცია. ეს კითხვა ალბათ უფრო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არის, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს აი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. სამწუხაროდ მან ყველაფერზე ვერ გიპასუხებ, ისევ ქალბატონსოფოს უნდა დაუკავშირდეს. როგორ შეიძლება რომ დაუკავშირდეთ რა მობილურსაც არ პასუხობს? აი დიდი ხანია ურეკა უკვე 1-2 კვირა იქნება და ჩვენ ასეთი მითითება რომ უნდა გადავამესამართოთ აუცილებლად სოფოსთან. რას ზომავენ? ეს შეგვიძლია ვთქვათ. შეიძლება ძირითადად დამაბინძურებელი სხვა არის. ჩვენ ვიცით, გვაქვს ინფორმაცია მარტო იმის შესახებ, რასაც ზომავენ. ეს არის სამართველო, ამბობს, რომ ძალიან ბევრი ორგანიკა გაიფრქვა, ორგანული ნივთიერები, ეს ყველა არის არაორგანული ნივთიერებები, რაც ჩამოთვალეთ კონცენტრაციები, ხო? ორგანული ნივთიერებები გაიფრქვა და სად მიდის, რა არის ამ გაფრქვევის შედეგი, რა კონცენტრაციას იძლევა ამის გაზომვის საშუალება დღეს არ არსებობს. ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი პირველ რიგში ავტომობილები, შემდეგ სამრეწველო და ენერგეტიკის სექტორი და ნაგავსაყრელებია. სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევები დღეს მხოლოდ რამდენიმე წერტილში ხდება. ცემენტის ქარხნებიდან რუსთავსა და კასპში. ფეროშენადნობთა ქარხნიდან კი ზესტაფონში. ენერგოსექტორიდან გაფრქვევები გარდაბანში 3 მსხვილით ბიოელექტროსადგურიდან ხდება. ჩამოთვლილი ქალაქებიდან კი ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვება მხოლოდ ზესტაფონში ხდება. სააგენტო იქ დამატებით მანგანუმის კონცენტრაციას საზღვრავს. 2005 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ატმოსფერულ ჰაერში მანგანუმის რაოდენობა ნორმას 8-ჯერ და 9-ჯერ აჭარბებს. ატმოსფერულ ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებს ქალაქში არსებული ნაგავსაყრელები. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს მოხსენებაში ეს აღნიშნული არ არის. 2010 წლის ბოლომდე თბილისს 2 მოქმედი ნაგავსაყრელი ემსახურებოდა, იაღლუჯას და გლდანის ნაგავსაყრელები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. გარეთ რო გამოხვალ ვეღარ სულ ჩაისუნთქო და შევარდე სახში. ვერ გამოხვალ გარეთ. ქალაქიდან რო გამოიხედავთ, ქალაქიდან თელია ეს უბანი არის ბოლში ჩაფლული. ამას ყველა დაინახავს პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც და რა ქვია, ქალაქის მერიც და ის რა ბუნების დაცვის მინისტრი თუ რა ვიცი რა ქვია, გარემოს დაცვის მინისტრი. ყველამ უნდა შეამჩნიოს, ეს არ არის აქ მოსვლა აუცილებელი. უბრალოდ იმითი მაინც უნდა დაინტერესდეს, რატო დგას ასეთი ღრუბელი.
ნოემბერში ქალაქის მერმა ნორიოში ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი გახსნა. თუმცა როგორც ლიკათოდუა ამბობს, ეს გლდანის მოსახლეობის პრობლემას ვერ გადაჭრის. ჩვენთან ნაგავსაყრელები პრინციპულად ისე არის ხოლმე მოწყობილი, მაგალითად თბილისის ორივე ნაგავსაყრელი. ნაგავი იყრება ფერდზე და მისი დაფარვა მიწით უბრალოდ შეუძლებელია კომპაქტურად დაფარვა. ამიტომ იქ ყოველთვის შედის აირი, ყოველთვის მიმდინარეობს წვა. ნაგავსაყრელებზე ძირითადად კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა. კანცეროგენების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია კი როგორც ექიმი ტოქსიკოლოგები ამბობენ არ არსებობს. ისინი მცირე რაოდენობითაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას. დიოქსინი არის გაზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, არამედ სიმახინჯეების განვითარება. ქვეყანაში სატრანსპორტო გაფრქვევების დიდი რაოდენობა სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. პირველი მოძველებული ავტოპარკი, მეორე საწვავის ხარისხი, მესამე საცობი. საქართველოში არ არსებობს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა იმპორტირებულ მანქანებზე. ასაკოვანი მანქანების იმპორტი კი ძირითადად ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან ხორციელდება. მეორადი მოხმარების ავტომობილები კი ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სერიოზულად აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს. 2007 წლამდე ჩვენ აღარ მოხდა არც ტექნოლოგიებს, არც სავალდებულო დაზღვევას. კანონს მე შევიდა ამასე პარლამენტში. აი როცა დავწმუნდებით, რომ კორუფცია ნამდვილად აღარ არის, ხალხს უფრო მეტი საშუალება იქნება მაგ დროისთვის რომ გადაიხადოს. მე ხელახლა აღვარ 2007 წლამდე დავამთავრეთ ეს. ესე საერთოდ გაჩერებების საბაბი არ უნდა იყოს, ახლა იქ ცეცხლსაქრობი არ აქვს, ის ამაზე არ უნდა გავაჩეროთ. გავაჩეროთ იმაზე, რომ დაარღვოს. ეს განცხადება 2004 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლად შექმნილი საპატრულო პოლიციის შენობაში სტუმრობისას გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე თვეში ტექდათვალიერება გაუქმდა და სავალდებულო მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის გახდა. მაშინდელი გადაწყვეტილებით ტექდათვალიერების ამოქმედების ვადა ჯერ 2007 წლამდე, 2007 წელს კი 2013 წლამდე გადაიდო. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, დღეს 85% დაახლოებით ავტომობილების არის მეორადი და მათი ასაკი ხო უკეთეს შემთხვევაში 10 წელია. თუ მეტი არა, საშუალო ასაკი მაქვს ხედელობაში. ანუ ეს ავტომობილები განკუთვნილი არის ავტომობილების სასაფლაოსათვის საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი ხელის აღება და ტექდათვალიერებაზე და ისეთი ფორმით მართლა არ უნდა ეარსება, როგორც არსებობდა ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს ძალიან მძიმე სურათს ხატავს. ერთი უსაფრთხოება, მეორე გარემოს უსაფრთხოებად, იმიტომ რომ გამონაბოლქვის ვერავითარ ასე ვთქვათ ნორმას 95% ვერ აკმაყოფილებს ავტომობილები. ბოლო წლებში საგრძნობლადაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2000 წელს რეგისტრირებული იყო 258,000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მსუბუქი, სატვირთო და სამგზავრო. 2005 წელს ეს ციფრი 418,000 ერთეულამდე გაიზარდა. ხოლო 2009 წელს 661,000 ერთეული შეადგინა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოდენობა თითქმის 50%-ით გაიზარდა. აქედან 5 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 30,160 შეადგენს, 6-დან 10 წლამდე 44,523-ს, 11-დან 15 წლამდე 154,062-ს, 16-დან 20 წლამდე 163,223-ს, 20 წელზე ზევით ასაკის ავტომობილების რიცხვი კი 269,103 ერთეულს შეადგენს. ავტომობილებისთვის ევროპაში ასევე სავალდებულოა ფილტრი, რომელიც გამონაბოლქვს ამცირებს. ჩვენთან ამას არ იყენებენ და ვერ იყენებენ, ან ფაქტობრივად აძრობენ მანქანებს, იმიტომ რომ კატალიზური კონვერტერი იჭედება თუ ფუჭდება ძალიან მალე. სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 45 ბრძანებაში ვკითხულობთ. დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდისავლით. მაგრამ ამის მიუხედავად დღეს შემოწმება არ ხდება. შესაბამისად, კატალიზატორის ავტომობილიდან ამოღება წარმოადგენს პრობლემას. ცხოლების უმრავლესობა ფილტრზე პრობლემის შექმნის შემდეგ მას საერთოდ იღებს, რაც მავნე ნივთიერებების გაფრქვევას 10 ჯერ ზრდის. მისი შეცვლა კი დაახლოებით $700-დან $1,000-მდე ჯდება. ავტომობილიდან ამოღებული კატალიზატორი კი დაახლოებით 80-90 ლარი ღირს. ერთ-ერთ პროფილაქტიკას ჩვენც მივაკითხეთ. კატალიზატორებს საერთოდ
რა უნდა გავუკეთო, ანუ რა რავი, რო ამიხსნათ აბა კარგად. ზუსტად ეგ კატალიზატორი ამოშენე. გაწავა მოემატება, რა თქმა უნდა. და აღჩოლებს რა. რატო დაიმართა? რო გაზი ჩვენი ბენზინები, ხარისხო ბენზინებია, და უჩდება რა. ეგ არის ნევსის წვერის ოდენა დირკებია. ესენი იბიდნენ რა, თავისთავად იბიდნენ და ის გაწევა აღარ აქვს, რაც უნდა გაწევოს, გუდავს საწვავს მეცას. ანუ მაგის იბრალია? მაგის შეცვლა არის შესაძლებელი თუ არა? რო დააყენო ცოტა ხანში იგივე მოვა. რატო? ვინმეს დაუყენებია და ისე პრობლემა ქონია? მართლა? ეს ეგ იცი რა არის? ჩვენ ბენზინები აზრია რა აქვს მაგის საკითხი. გამონაბოლქვი გასულ ხალხი არ მოეწამოს. ხო და მე რო ვიღებთ ანუ ხომ მინდა რომ ახლა ჩავა. კარგი და ბატო შენ მანქანაზე რა ეგეთ ხალხი არ მოეწამოს. ყველაფერს ქალაქში 90% კატალიზატორი. კატალიზატორი ძალიან საჭირო და კარგი გამოგონება ესე ვთქვათ, მაგრამ ჩვენი საწვავის ხარისხის პირობებში პრაქტიკულად მე რამდენადაც ვიცი ის ვერ მუშაობს. ანუ თუ ოდნავ მაინც ტყვია არის საწვავში, ის უკვე ეს ტყვის ფენა ფარავს, ესე ვთქვათ, აი კატალიზატორის ზედაპირს და ყოველდღე უმოქმედოს ხდის მას. თუ ტყვია არ არის, მაშინ იმდენად დიდია გოგირდის შემცველობა ჩვენს საწვავში, რომ ხდება უბრალოდ გაბიდნო, ესე ვთქვათ, ამ კატალიზატორის და რატო იღებენ? იმიტომ იღებენ, რომ უკვე თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს ის კატალიზატორი. ესეც რა თქმა უნდა, სანამ საწვავის ხარისხი არ გაუმჯობესდება და ავტოპარკი არ გაახალგაზრდდება, ცოტა ადრეა კატალიზატორზე საუბარი. ჩვენ თბილისის ქუჩებში მძღოლების გამოვკითხეთ. აქვს თქვენს ავტომობილს აი სტარტაპნელი? არა, მოხსნილია. მოხსნილი გაქვთ? თქვენ მოხსენით? მოვიყიდე არ გქონდა რა. ამოიღეთ ეგ კატალიზატორი? რა პრობლემა შეგიძლიათ? ხმაურობდა. თქვენს ავტომობილს კატალიზატორული გარდამქმნელი თუ აქვს? არ ამოღებული გაქვთ? ავტოტრანსპორტის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ნავთობპროდუქტების იმპორტი. მაგალითად 2005 წელს საქართველოში იმპორტირებულია 590,000 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი, 2006 წელს 648,000 ტონა, 2007 წელს 694,000 ტონა, 2008 წელს 753,000 ტონა, 2009 წელს 829,000 ტონა. ანუ 2009 წლის მონაცემებით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. საწვავის მოხმარებასთან ერთად გაიზარდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების რაოდენობა. მაგალითად, გოგირდის ორჟანგის გაფრქვევები ავტოტრანსპორტის სექტორიდან 2005 წელს თუ იყო 5,700 ტონა, 2009 წელს 8,400 ტონა გაიფრქვა. აზოტის ჟანგეულების ემისია ავტოტრანსპორტის სექტორიდან 2005 წელს 18,000 ტონა იყო, 2009 წელს კი 25,000 ტონა გაიფრქვა. ნახშირჟანგის გაფრქვევები კი 2005 წლიდან 2009 წლამდე 178,000-დან 252,000 ტონამდე გაიზარდა. ევროპამ ევრო 1 სტანდარტის საწვავის მოხმარება 1994 წელს დაიწყო, 1998 წელს ევრო 2-ის, 2001 წელს ევრო 3-ის, 2006 წლიდან ევრო 4-ზე გადავიდა. დღეს კი ევროპა ევრო 5 სტანდარტის ბენზინს მოიხმარს, რომლის შემცველობაში მავნე ნივთიერებები თითქმის ნულამდეა დაყვანილი. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, საქართველოში საწვავის 60% აზერბაიჯანიდან კომპანიას სოკარს შემოაქვს. დანარჩენი 40% კი ევროპის ქვეყნებიდან შემოდის. მაგალითად, კომპანია ვისოლს იტალიიდან, ეკოს საბერძნეთიდან, რომპეტროლს რუმინეთიდან, ლუკოილს ბულგარეთიდან, სენტას ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა კომპანიის ბენზინგასამართ სადგურზე იყიდება რეგულარის ტიპის საწვავი, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანიდან შემოდის. ამ ტიპის საწვავს კი ევროპა 1998 წლიდან თითქმის აღარ მოიხმარს. დღეს საქართველოში საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმები მთავრობის დადგენილებით ევრო 1 სტანდარტის შესაბამისია. მისი გამკაცრება და ევრო სტანდარტებთან მიახლოება კი ვერ ხდება. საწვავის ხარისხი რატო ვერ მკაცრდება? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ისიც პირველ რიგში დამოკიდებულია სოციალურ მდგომარეობაზე, იმიტომ როგორც კი გაამკაცრებ ხარისხს, ესე იგი უნდა შემოიტანო უკეთესი ხარისხის საწვავი და შესაბამისად უფრო ძვირი ეღირება საწვავი, გაძვირდება საწვავი ქვეყანაში. დღევანდელი ფასებით საქართველოში ევრო 5 სტანდარტის საწვავის ფასსა და რეგულარ შორის სხვაობა 20 თეთრია. ნავთობიმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ აზერბაიჯანული რეგულარის ტიპის ბენზინს ავტომფლობელების 80% მოიხმარს. ევროპიდან ითვლება, რომ შედარებით მაღალი ხარისხის საწვავი შემოდის, მაგრამ რამდენად შეესაბამება ის ევრო 4-ის და ევრო 5-ის სტანდარტს არავინ იცის.
ქვეყანაში არ კონტროლდება შემოტანილი საწვავის ხარისხი. იმპორტიორებს საზღვრის გადმოკვეთისას მხოლოდ მწარმოებელი ქვეყნიდან მოყოლილი სერტიფიკატის წარდგენა ევალებათ. მაგრამ არსებობს ფირმა, რომელიც იმპორტიორის სურვილის შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ლაბორატორიულ შემოწმებას ახდენს. ასეთი ფირმა ნავთობპროდუქტების სერტიფიცირების ორგანო მონიტორინგი 1 წლის წინ შეიქმნა. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც ტენდერში მონაწილეობა უნდოდა, სერტიფიცირების ორგანო მონიტორინგს მიმართა. მათ მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგები კი ნავთობპროდუქტის მწარმოებელი ქვეყნიდან მოყოლილი სერტიფიკატის მონაცემებს არ დაემთხვა. ანუ ის დასაშვები, გოგირდი იყო ძალიან ბევრი კი არა, ბევრზე ბევრი. ასევე ტყუის შემცველობა კრიტიკულიც იყო, რომ გითხრათ. იქ სხვადასხვა არამატიკები, ძალიან ბევრი რაღაცები არ ემთხვევს, კუთრი წონა არ ემთხვეოდა, აი მაშინ ძალიან დიდი დარღვევები იყო. და გეკითხებით, სად წავიდა ეს პროდუქტი, გადაყარა? გაუშვა ბაზარზე, ხო მაინც? მეც იქ ვარ. ვინმე შეამოწმა, რომ ცუდი გაყიდა იმან? როდესაც არაა სავალდებულო შემოწმება, აი რა უთხრა. მე როგორ ავიღო ჩემ თავზე, რომ გინდა თუ არა უნდა შეამოწმო. ჩემი ნებაო გეტყვის ხო ის კაცი. დღეს ყველა კარგ რეკლამას იკეთებს. ყველას ლამაზი ავტოგასამართი სადგური აქვს, მაგრამ შიგნი რა არის, ეს არის მთავარი მომხმარებლისთვის. მძიმე მეტალებიდან ტყუის კონცენტრაციის განსაზღვრა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მხოლოდ თბილისში, ერთ ჯიხურში თვეში ერთხელ ხდება. ამ ნივთიერების ატმოსფეროში მოხვედრის წყაროს ძირითადად ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი წარმოადგენს, ეთილირებული ბენზინის გამოყენებისას. უკვე 10 წელია ტყუის შემცველი ბენზინის გამოყენება საქართველოში აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს შედეგებით ტყვია ჰაერში 2008 წლამდე ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აჭარბებდა. ამავე სააგენტოს მონაცემებით კი 2009 წელს ის ნორმაში ჩაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ არ გაუმჯობესებულა ბენზინის ხარისხი, ყოველწლიურად კი იზრდება მანქანების რაოდენობა, შესაბამისად საწვავის მოხმარება და ჰაერში გაფრქვეული სხვა მავნე ნივთიერებების ოდენობა. 2008 წელს საქართველოს სამედიცინო ელემენტოლოგთა მიერ ქალაქ თბილისში ჩატარდა ნიადაგის მძიმე მეტალებით, მათ შორის ტყვით დაბინძურების გამოკვლევა. ნიადაგში ტყვია სწორედ ატმოსფერული ჰაერი დახვდება. ტყვის ნორმა ნიადაგში 32 მგ კილოგრამზეა. კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ დიღმის გზატკეცილზე ტყვის კონცენტრაცია ნიადაგში 123 მგ კილოგრამზე იყო. თამარაშვილის გამზირზე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან 118,38. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საბავშვო მოედანზე 76,76. პეკინის ქუჩის მხარე 109,1 მგ კილოგრამზე. მათ ასევე 2 წლის განმავლობაში თმის გამოკვლევა რამოდენიმე ასეულ ადამიანს ჩაუტარეს. ტყვის ჭარბის შემცველობა დაუდგინდა გამოკვლეული ბავშვების 21,1%-ს. აი მონაცემებით, რაც დღესდღეობით არსებობს, ეს იქნება სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები და ის მცირე მასშტაბიანი პილოტური კვლევები, რომელიც განხორციელდა, 8-10%-ით ამცირებს ეს რაოდენობა ბავშვების ინტელექტუალური განვითარების პოტენციალს. ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზემოქმედება პრაქტიკულად აღარ სწორდება, ანუ ის რაც დააკლდა ბავშვს ეს ინტელექტუალური პოტენციალი ძალიან ძნელად აღდგება შემდგომში. იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული ადრეული ასაკის ბავშვის გლობალური განვითარების ხელშეწყობის ცენტრი ქალაქის მასშტაბით 0-დან 3 წლამდე ბავშვებში მძიმე მეტალების შემცველობას იკვლევს. პროექტის ფარგლებში მაისის თვიდან დღემდე თმის სკრინინგული გამოკვლევა 20 ბავშვს ჩაუტარდა. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა 100%-ში აღინიშნებოდა თმაში ტყვის შემცველობის მომატება. ყველაზე დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები საცობში და შუქნიშანთან ავტომობილის გაჩერების და მისი დათვრის დროს გამოიყოფა. თბილისში ავტომობილების საერთო რაოდენობის 40% მოძრაობს. დედაქალაქი, რომელიც სიგრძეში სულ 41 კილომეტრია და სიგანეში 6 კილომეტრი, გარშემო მთები აკრავს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ხელს უშლის ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების განიავებას. ქალაქის ქვაბური მდებარეობის გამო მავნე ნივთიერებებით ის პარკებიც ბინძურდება, რომლებიც გზებთან ახლოსაა. სპეციალური კვლევა თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს წლების განმავლობაში ატმოსფერულ ჰაერში ტონობით გაფრქვეული მავნე ნივთიერებები არ არსებობს. ექიმი ტოქსიკოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანაში გაიზარდა დაავადებების რაოდენობა, რასაც ნაწილობრივ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ. რას იწვევს ატმოსფერული ჰაერის, გაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.
რა თქმა უნდა, ზოგადად გამოყოფილი არის რისკ ჯგუფები, გამოყოფილია მგრძნობიარე ჯგუფები, მაგრამ საერთო მასშტაბით, ესე იგი, ეს იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას ერთი. ეს იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს იმას, რომ მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი გაზრდილია. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით მოიხმარება, გაზრდილი რაოდენობით მოიხმარება ფარმაკოლოგიური საშუალებანი და ძალიან გაზრდილია შრომის უნარობის დღეები. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ბოლო წლებში საგრძნობლადაა გაზრდილი სიმსივნეების და სასუნთქი ორგანოების დაავადებები. სიმსივნეები 2000 წელს დაფიქსირებულია 5700, ხოლო 2009 წელს რეგისტრირებულია 13000 შემთხვევა. სასუნთქი ორგანოების დაავადებები 2000 წელს 150600, 2009 წელს კი 457500 შემთხვევა. გარემოს დაცვის სამინისტრო ის ორგანოა, რომელიც ამ სფეროში პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს. სამინისტრომ ბოლო 6 წლის განმავლობაში 6 მინისტრი გამოიცვალა, თუმცა მონიტორინგის სისტემის გასაუმჯობესებლად ჯერ არ უსრუნიათ და სისტემა ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელია. სამინისტროს 2009-2012 წლების ერთ-ერთი პრიორიტეტი კი გარემოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სისტემის სრულყოფა და ქვეყანაში გარემოს მონიტორინგის ერთიანი სისტემის შექმნაა, მაგრამ ამ კუთხით დღემდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. 2010 წლის 9 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მექსიკაში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე კარბონეიტრალური ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ჩვენ ვიწყოთ პროგრამას, რომელიც მიგვიყვანს უფრო სუფთა ტრანსპორტის დანერგვამდე. საჯარო ინსტიტუტები ამ შემთხვევაში მაგალითი გახდება, რადგან მიმდინარე წლიდან საქართველოს მთავრობა ტრადიციულ მანქანებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს. საქართველოში დაახლოებით 700,000 მანქანა მოძრაობს. ხელისუფლება კი მომავალ წელს 4,000 ელექტრომანქანის შემოყვანას აპირებს, რაც საერთო ავტოპარკის 0,6% შეადგენს. ეს ინიციატივა ხელისუფლებას 164 მილიონი დოლარი დაუჯდება. რამდენად გააუმჯობესებს გარემოს თუნდაც რამდენიმე ასეული სამთავრობო მანქანის შეცვლა, რომელიც ისედაც უახლესი ძვირადღირებული ტრანსპორტით სარგებლობდა, არავის შეუსწავლია. არის თუ არა ელექტრომანქანების შემოყვანა გარემოს გაუმჯობესების ნომერ პირველი და ყველაზე პრიორიტეტული ღონისძიება, ამაზე არც გარემოს დაცვის სამინისტროში, არც მედიაში და არც საზოგადოებაში არ უმსჯელიათ.